ყველა გაფიქრებული დავარქვათ ამ რუბრიკას. შეხედოთ როგორ ამპლუაში ვარ. შევეცდები ყველანაირად, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ესეთი ვიდეოები რაღაც იდეა თუ მომივიდეთ თავში. ჩაგიწეროთ ხოლმე ჩემი მოსაზრება გამოვხატოთ და რა თქმა უნდა თქვენ უკავშირსაც ველოდები ყოველთვის, მაინტერესებს. თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ამ თემაზე? ემთხვევა თუ არა ჩემს მოსაზრებას და ასე შემდეგ. ესე უკანასი დენიაზე დავჯდები ხოლმე მანქანას გავაჩერებ სადმე. ჯერ ყოველდღიურ 10 კილომეტრს შევასრულებ ფეხით და მერე აი ესე ჩავჯდები მანქანაში, კომპიუტერს მივჯდები, ლეპტოპს და ვფიქრობ ხოლმე რაღაც ახალ-ახალი იდეებს ვამუშავებ. და რაღაც ახალ მოდელებს. ჩემ საიტთან დაკავშირებით, ვინც არის ის ჩემი საიტი, აქ ეწერება ვიდეოსთან. შეიარეთ, მაინტერესებს თქვენი მოსაზრებაც, რას ფიქრობთ ამ საიტზე, ვისაც არ გაქვთ ნანახი. ეხლა ბევრი რაღაცა მზადების პროცესში მაქვს, ჯერ უბრალოდ არ დამიდია და არ განმიახლებია საიტი. ყველაფერს ტესტავ. მთელი ჩემი ცხოვრება რაღაცეების გატესტვა არის და რაღაც ექსპერიმენტებია, ვინც მიცნობს ახლოს, ის ძალიან კარგად მიხვდება და ვინც არ მიცნობს, ალბათ გამიცნობს მალე. ხო და ამ ყველაფერს ტესტავ და თქვენი უკავშირიც მაინტერესებს საიტის ირგვლივ რა აკლია, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ. ბევრ რაღაცას უმეტესწილად არ გავითვალისწინებ, მაგასაც გეუბნებით წინასწარ და სულაც არ ვაპირებ იმას, რომ თავი ვიღაცას ძალით მოვაწონო ან ვაიმე იმის გამო, რომ აი თქვენ ესე მოინდომეთ ჩემი საიტი ეხლა მთლიანად შეიძლება? არა, ვაფშე არა. მე როგორც მინდა, რა თქმა უნდა, ისეთი იქნება. ვისაც არ მაწონს, კი ბატონო, შემოვა, გავა. უკაცრავად, სხვაგან მოხვდით, ეგეთი პონტი იქნება. მოკლედ საიტთან დაკავშირებით ხო რაღაც კურსებს ვაკეთებ მზადების პროცესში, ძალიან დიდი ხანი არის ეს კურსები მზადების პროცესში, ხელი არ მიმივიდა, კაი ხანია, მაგრამ ეხა უკვე ალბათ დავამთავრებ და ცოტა სამოვისუნთქებ. რა იქნება, რაზე იქნება, მაგას ესე საიდუმლოდ დავტოვებ, სანამ არ გამოქვეყნდება, ესე ვთქვათ. მაგრამ თქვენი სურვილებიც მაინტერესებს, რა კურსების ნახვა გსურთ ამ საიტზე. და როგორი სახით, ესე ვთქვათ. Google Gemini გახედნილი მყავს, რასაც ქვია, აი დავაღალე, იმენა დაღლილი მყავს უკვე Google Gemini. კი უხდით თვეში $20, მაგრამ დამიჯერეთ $20 კი არა. $500-ისა დედა უტირებ. ერთი თვე ეხლა გავიდა, მაგრამ აი კარგად რასაც ქვია ვიყენებ. ისე როგორც მინდოდა სხვათა შორის GPT-ს ვერ ვიყენებდი. არ ვიცი რატო, რაღაცა მუღამი არ მქონდა ამ GPT-ზე. აი რაღაცა აკლიასავით რა. ამ GPT-ს თითქოს აი ვერ ხვდები რა აკლია, მაგრამ Gemini, Google-ის Gemini, თუ გინდა Gemini დაარქვით, რა ვიცი. უფრო ახლოს არის ადამიანურთან, უფრო ახლოს არის, საუბარი უფრო ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ხელოვნურია ეს ყველაფერი, მაგრამ უფრო კარგად გამომდის Gemini-სთან საუბარი და იმასაც უკავშირი უფრო უკეთესი აქვს გაცილებით, ვიდრე GPT-ს. არ ვიცი რასთან არის დაკავშირებული, არ ვიცი რატო, შეიძლება ეს პირადი პრეფერენციის ამბავია, გემოვნების ამბავია, მაგას ვერ გეტყვით, ვერ ხვდები, მაგრამ რეალობა ესეთია. ანუ Gemini-ს უფრო მოვერგე. თავიდან როგორ ვიყავი, იცი, GPT მქონდა ფასიანი ჩართული და всё, Gemini აღარ მინდა მეთქი, რაღაცა ესეთი პონტი იყო. მაგრამ ეხლა მივხვდი, რომ Gemini უფრო მომწონს. GPT-ს subscription-ი გავაუქ. და Gemini-ზე ვარ სრულიად. ანუ GPT არც ჩამირთია, თვე არის უკვე. საერთოდ ჩართულიც არ მაქვს. იმდენად მომეწონა Gemini. Pro ვერსია საკაიფოდ მუშაობს, დავალებებს ძალიან მაგრა ასრულებს. ხო, GPT-სთან დაკავშირებით. ჩემო მეგობრებმა იციან, რაღაცა თემა დავავალე, რაღაცა Word-ის ფაილად, ტექსტურად გამიკეთებთ. რაღაც დავალება დავალე. 2 თვე არის აკეთებს. ანუ კი გავაკეთებ ეხლავე email-ზე და მოგიგზავნი, რო შევაგინებ ხოლმე
უი მაპატიეთ ცუდად გამომივიდა, ვერ გამოვაგზავნე. ამას დრო ჭირდება 3 საათი ჭირდება, ცოტა ხანი დამელოდე და ამ 3 საათში და 1 საათში გაიყვანა 2 თვე. მეტი თუ არა დაჟე. დღემდე არ მოუწია ის დოკუმენტი გამზადებული. ნოუთბუк LM ვისაც გაგიტესტავთ საერთოდ Google-ის ეს ვაფშე აი რაღაცა არის. აი უფასოთაც შეგიძლიათ რა თქმა უნდა ამ სერვისების გატესტვა და მიდით მოძებნეთ, ნახეთ. სხვაობა ფასიანსა და უფასოს შორის უბრალოდ არის იმ მიწოდებული მასალის რაოდენობა, რითიც შეგიძლიათ დატვირთოთ ეს Gemini. მეტი სხვაობა ძირითადში არ არის. მაგრამ GPT ცოტა არ იყოს რაღაცა ზარმაცივით მეჩვენება და ხო გეუბნებით რაღაც და ეხა არ დამიწყოთ ოღონდ რომ შენ არ იცი როგორ უნდა დაელაპარაკო იქ უნდა ჩაიცუცქო იქ რაღაცა უნდა მოუყვე ცოტა გული უნდა გადაუშალო და რაღაცა ბულშიტია ეგ ყველაფერი. ერთი რაღაცაა რა, ეს სერვისები, ეს ხელოვნური ინტელექტები იმისათვის იქმნება, რომ მე შემიქმნან კომფორტი. თორე კნოპკების დაჭერა მეც ვიცი და Google-ით მოძებნა მეც ვიცი. ანუ ამის მუღამი ის არის ამ სერვისების, რომ შენ ხარ ზარმაცი ტრაკი, გეზარება მოძებნა და ავალებ GPT-ს ან Gemini-ს და ის ყველაფერს გიძებნის და გიკეთებს. ოღონდ პლუს ამას კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თვითონვე გაფრთხილებენ, რომ ეს არ არის 100%-იანი სიმართლე და ეს არ არის ისეთი მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც всё 1,000,000%-იანი ეგ არის ნაღდი და ეგ არის და ეგ და всё. არა, თვითონვე გეუბნებიან, რომ კიდევ ერთხელ წაიკითხეთ, გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია, არ არის 100%-იანი სინამდვილე და ასე ძალიან ბევრი თქვენგანი ალბათ ქარაფშუტულად არ ვიცი ესე ვარაუდობს, რომ GPT რასაც მოგცემ, всё, ეგ 1,000,000% ეგ არა ტყუილია. ნუ გავიწყდებათ ის, რომ ხელოვნური ინტელექტია და ისიც შენაერად ძებნის და სადაც ძებნის აი გამოყენებულ მასალას და ლიტერატურას, იქაც შეცდომებია დაშვებული. ასისტენტების მუღამი რა არის? შენ რაღაცას კითხავ, იმას რაღაც ინფორმაცია, ხო, უფასო GPT-ს ერთი წლით უფრო გვიანი ინფორმაცია, ანუ ჩარჩენილია თქვა 2025 წელი თუ ახლა 2023 წლის ან 2022 წლის მონაცემებით გაწვდის ინფორმაციას და ასე შემდეგ. ამასთან ერთად, სადაც ის სერჩავს ამ ინფორმაციას, იქაც შეიძლება რომ რაღაცა ტყუილი დასერჩოს და ის ტყუილი შენ მოგაწოდოს. ამიტომ თხილად იყავით ესეთ რაღაცებთან და 1,000,000%-ად ნუ გაი 100%-იანებთ ამ მოწოდებულ ცუდად გამომივიდა ცუდად თქვი, მაგრამ ნუ მიხდით რომ Gemini-ს რაც შეეხება ფასიანი, იმიტომ ვიყიდე რომ აქტიურად იკვლევს თლიანად, deep research-იც კარგად უმუშავებს, ძალიან საკაიფოდ, ყველაფერს რასაც ვეკითხები, რასაც ვამოწმებ, გადამოწმებასაც ვაკეთებ კი და 95%-იანი სინამდვილით ყველაფერს სწორად მაწვდის. არც ვაკებ, არც ვადიდებ, ნუ Gemini ჩემთვის ყველაზე კარგად წავიდა, ესე ვთქვათ, ამ ხელოვნურ ინტელექტებში და всё, აღარ უბრუნდები GPT-ს. მე არ ვიცი რა უნდა გააკეთოს ახლა GPT-მ, ისეთი რომ უკან დაუბრუნდებ. მაგრამ კიდია რა. ბაბალშომო, რავი, თუ მინდა ჩავრთავ კიდე თვეში $20 და პერიოდულად 3 თვეში ერთხელ GPT-ს გადავამოწმებ ხოლმე, ხომ არ დაჭკვიან და საჩემოთ, ესე ვთქვათ. დაუბრუნდები ისევ Gemini-ს. ანუ ზოგადად საკაიფოდ მუშაობს და ეხლა ბოლო ეს პერიოდია ძალიან აქტიურად ვავალებ ყველაფერს. აი ძალიან ჩავა Gemini-ე ყველაფერი და ვცდილობ რაღაცა კარგი მოდელი, სწორი რაღაცა მოდელი შევიმუშაო. ჩემ საიტზეც რაღაც ალგორითმებს ვამუშავებინებ. ნახოთ როგორ წავა. რაღაც კარგ რაღაცეებს მთავაზობს და ჩავხედავ როგორ წავა, არ ვიცი. ანუ ყველაფერი ჯერჯერობით ტესტირების იმაზეა, რა ქვია, პროცესშია და ვისაც არ გაგიტესტოთ Gemini გირჩევთ რომ გატესტოთ. ყველას GPT აქვს ატეხილი, chat GPT ყველაზე მაგარი, არ არის ყველაზე მაგარი, დამიჯერეთ Gemini-ს ცადეთ. Просто უფასო ვერსია არ იყიდოთ ჯერ ფასიანი, უფასო ვერსიაც ცადეთ. იქ თქვათ 1,000,000 ტოკენი თუ გაქვს ფასიანში, უფასოში შეიძლება გქონდეს რაღაც 50,000 ტოკენი, მაგრამ ეს არაფერს არ გაძლევს ისეთ სხვაობას
თუ 900 წიგნი ერთად არ მიაყარე წასაკითხად და დასამუშავებლად, არაფერს ისე ცხოვრებას არ გაძლევს. ამიტომ Gemini-ს სცადეთ, ჩემი რჩევა იქნება და მე აქტიურად ვიყენებ ახლა როგორც გითხარით Google Gemini-ს. Canvas-ი საკაიფოდ მუშაობს, კარგად გიკეთებს დოკუმენტებს, ყველაფერს ჯიგრულად გიკეთებს. GPT-ვით ისე არ არის, რომ აი მოგიძებნი 3 საათში მოგაწვდი, იმეილზე გამოგიგზავნი, მერე რა ქენი არ გამოგიგზავნია კიდე? უი, არა, მერე ეხლა გამახსენდა GPT რომ მაგას გეტყვის. ეხლა გამახსენდა რომ იმეილზე გამოგზავნის საშუალება არ მაქვს. არ და თავიდან ლაპარაკის პროცესში რო ესაუბრები, გეკითხება, გინდა ეს გაგიკეთო და იმეილზე გამოგიგზავნო და ხო, მინდა და მერე წუთიც არ გავა და იცი რა, ეხლა გამახსენდა რომ თურმე იმეილზე გამოგზავნა არ შემძლებია. გინდა ეს დოკუმენტი გაგიკეთო Google Docs-ში? კი, მინდა. იცი რა, Google Docs და Word ფაილებს ვერ გიკეთებ და რაღაცა. და ეხლა ამას რო ვამბობ, ეხლა გამოიტრაკე, შენ არ იცი როგორ უნდა დაუსვა კითხვა და რაღაცა. მე არ მინდა რომ ჩავიცუცქო და ვეფერო და ვადიდო და აი და იცი რა, შენ ყველაზე მაგარი ხარ. არა. ეს გაკეთებულია იმისთვის, რომ მე შემიქმნა კომფორტი და მე ვარ ყველაზე მაგარი და შენ ხარ ფარჩაკი ხელოვნური ინტელექტი, ფულს გიხდი ამაში და წადი კეთილინებე, გაანძრი ტრაკი და გამიკეთე. აი ეს არის ჩემთვის ასისტენტი, ხელოვნური ინტელექტი. всё, ფულს ვიხდი ამაში. კარგი უფასოში არ უნდა გამიკეთო, თქვათ, მაგრამ ფასიანში კეთილინებე და გამიკეთე. ამ ყველაფერს მიკეთებს Gemini. დაჟე უფასოც კი აკეთებს. ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ Google-ს თავისი სერვისები აქვს. გესმის? ანუ Google Docs-ი, YouTube-ი, შეგიძლია YouTube-ის ვიდეო მისცე, ლინკი ჩაუგდო, გამიანალიზე ეს ვიდეო და მე დაუსმოვ კითხვებს და ამის მიხედვით ყველაფერს გიკეთებს. აი GPT-ს არ შეუძლია ესეთი რაღაცები, ვერ გიკეთებს. GPT შეიძლება რაღაცა ის დაგიწერო სცენარი, მაგრამ ეხლა როგორც დავაკვირდი, Gemini ყველაზე მაგრა მუშაობს. არ ვიცი. ძალიან საკაიფო არის Gemini და ეხლა ბოლო 1 თვე არის ისეთი განახლებები გამოუშვეს, რომ ხალხი ვაფშე გააგიჟეს. მე არ მოგიწოდებთ არაფრისკენ, არც ყიდვისკენ, არც გაფასიანებისკენ, პროსტა წადით სცადეთ. GPT-ს დამიჯერეთ, ვისაც ფასიანი გაქვთ, დაჟე ისინიც გააუქმოთ. ხო, და კიდევ. ხო, სწორად უნდა მიმართო და რაღაც ვაფშე მკიდია. Gemini-ს პირდაპირ უწერ, გამიკეთე ეს, გამომიგზავნე იმეილზე, კი ბატონო, გამიკეთე Google Docs-ი, კი, Google Docs-ში თავისივე იმეილ ფაილს ხსნის, doc ფაილს გიკეთებს. შეგიძლია იმეილზეც გადააგზავნინო, დააჭერ კნოპკას და Gmail-ში დრაფტებში გიგდებს. უამრავი რაღაცა სერვისები აქვს. Google-ი ყოველთვის იქნება, Google-ს ყოველთვის უფრო მეტი ინფორმაცია ექნება და დამიჯერეთ Gemini-ს მიხედეთ. ყველაზე მაგარი სერვისია დღეს მე თუ მკითხავთ ასისტენტებში და ხელოვნურ ინტელექტებში. ესეც ჩვენი ახალი რუბრიკა ხმამაღლა გაფიქრებული. ქვევით კომენტარებში ველკამ. უკავშირს ველოდებით. კარგად, peace.